აბა როგორ ხართ ხალხო? ჩემი მხრიდან გეტყვით რომ მე ვარ ჯერ კიდევ ეიფორიაში. ცხადი არ კენას გამო, ეს რა სასწაული გამოგვივიდა, მართლა აი ხო ძალიან ბევრს ვცდილობდით რომ გამოსულიყო კარგი და საუკეთესო, მაგრამ გამოგიტყდებით და რაც გამოვიდა, აი ჩვენ მოლოდინსაც გადააჭარბა რა. ბუნებრივი აქ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმასაც, რომ მებრძოლებმა სასწაული ბრძოლები გვაჩუქეს და აი საბოლოო ჯამში მივიღეთ, წარმოიდგინეთ ხა ქარზე იყო 9 ბრძოლა. 9 ბრძოლა ბევრი არ არის ხა, ვინც დიდი ხადია უყურებს და ჩახედულია სტრუქტურებში და ქარდები როგორ დგება ივენტზე, მთელ ივენტზე 9 ბრძოლა ბევრი ნამდვილად არ არის. და აი ნახეთ ფაქტობრივად ყველაფერი, ხო? აი პირველ ბრძოლაში იყო ძალიან დაძაბული ბრძოლა. ფაქტიურად ფრე იყო, იქით აქეთ ბოლომდე რო არის ვის მისცემენ გამარჯვებას, ხო? კომპრომისო ბრძოლა. მერე იყო, სპინინგ ბექ კიკ ნოკაუტიდან ტანში, რაც უიშვიათესია და ყოველთვის ძალიან სანახაობრივია. ესეც იყო. ორი ბრუტალური KO იყო მუხლით. ერთი თან კლინჩი, მეორე შემხედრზე, პირიქით, პირველი შემხედრზე მუხლით დახვედრებით და მფრინავი მუხლი ფაქტიურად და მეორე კლინჩი. იყო ძალიან ბრუტალური TKO-ები, აი ბრუტალური ground and pound-ით დასრულებული TKO-ები, დომინაციები. იყო ასევე master class-ი grappling-ის, ხო, გოგიას გულისხმობ. მოგლედ, აი ყველაფერი მოესწრო. ერთადერთი რაც არ იყო დაუშვათ, არ იყო submission-ები. მაგრამ სამაგიეროდ იყო submission-დან თავის დაღწევა, ხო, იგივე შარიკაძე რო გამოვიდა იმ ამბარიდან, რომელსაც უკვე მეგონა რომ მეთქი დამთავრდა, მეთქი და მაინც ნეგატიურად დასრულდა ქართველებისთვის ეს ივენტი თქო ვიფიქრე, მაგრამ სასწაული გააკეთა იქ ბუკამ, ხო, comeback-ი საბასოზაშვილი, აი ყველაფერს ამც ერთმა ივენტმა, რომელშიც ბევრი ბრძოლა არის, კიდევ ერთხელ, ყველაფერი გვაჩუქა, რაისთვისაც გვიყვარს MMA საერთოდ, აი სპორტი გააცნო ხალხს ფაქტიურად, იმიტომ რომ აი ისეთი ხალხია უკვე, ისეთი ხალხი წერს და ისეთი ხალხი ამბობს, შემდეგი როიც მინდა ვატყობ რა, რასაც წერენ, რა აზრებსაც, ასე ვთქვათ, აზიარებენ, ხვდები რომ აი ეს აქ ახლა დაიწყეს ეს. უბრალოდ ეს შეიძლება პირველი იყოს საერთოდ კიდე. აი ყველაფერი რო გინდა რომ აი 3 საათში უნდა გააცნო მაყურებელს რა არის MMA, აი ეს არის. ფაქტიურად ერთადერთი შესრულებული submission დაუშვათ, რომელიც დარწმუნებული ვარ კენაზე ისე ვიხილავთ. შემდეგ კენას შემდეგ ივენტებზე. მოდით ცოტა დეტალურად გავიაროთ. პირველი ბრძოლა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ნინი ცვიტარია ფანტასტიკური გოგონა. 17 წლის არის ეს გოგონა ხალხო და აი ბევრად გამოცდილდა. უფროს ასაკით უფროსი ხო ჯერ ერთად ძალიან გამოცდილდა. მეტოქეს ტოლი არ დაუდო და ტოლი არ დაუდო კი არა ხა ეს ასეთი ბრძოლას მე ვეძახი ფრეს რა როცა აი წარმოდგენა არ აქვს. აი შენ თვითონ ხვდები რომ იქაც შეიძლება და იქაც ეს არის ფრე. უბრალოდ წესები ისეთი აქვს თანამედროვე MMA-ს რომ აი სამწუხაროდ ზუსტად ესეთი ბრძოლები ფრეთ ვერ დაფიქსირდება უბრალოდ ტექნიკურად და სამაგიეროდ ბრძოლები სადაც ერთ-ერთ რაუნდში ერთი გადაულის მეორეს, აი ის შეიძლება დაფიქსირდეს ფრეზე. ეს ცოტა აბსურდია, მაგრამ თუმცა ესეა. ჩემთვის ყოველთვის ესეთი ბრძოლები ფრეა, რამეთქო გული არ გაიტეხოს, ნიდი მე დარწმუნებული ვარ, ნიდის ძალიან დიდი მომავალი აქვს. შემდეგი ბრძოლა უკვე როცა დავიწყეთ პროფესიონალური ბრძოლები, ზუკა ივანიაძის დებიუტი იყო და აი ეს იყო სწორედ ის spinning back kick-ი ღვიძლში, რომელიც უიშვიათესია და ყოველთვის არის მთავარი highlight-ი ზოგადად როცა ეს ხდება და სასწაული იყო სხვადასხვა მეტოქი ხავდა სტრაიკერი ასევე ჰამონ დრუმი და მე ყველა ფიქრობდა რომ სტრაიკინგში კაი გაცვლა იქნებოდა და სხვადასხვა რო შევხვდი 1-2 დღის წინ ზუკას უთხარი რომ არ იფიქრო მეთქი რომ ეგ სტრაიკინგში დაგიგება აუცილებლად გეჭიდავება მეთქი და ხო პრინციპში მაგისთვის მზად ვიქნებიო ზუკა დაქვირა და მართლა მზად იყო სხვადასხვა ბრძოლა რომ დაიწყო ზუკამ დაიწყო დისტანციდან ხელებით კიკები თავისი ერთ-ერთი სერიოზული იარაღი თავიდან არ იყედება სავარაუდოდ ეს იყო რომ თვითონაც მაინც მეტი შანსი არ მიეცა ჭიდაობის და ფეხი არ დაეჭირა რაღაც დრუმმა მალე მაინც ჩახურა დისტანცია და გამოჩნდა რომ ძალიან მალევე აჭიდავდა დრუმი თუმცა რაც უკაცრავად ვერ დაძრა საერთოდ ზუკა შემდეგ კლინჩიცა და კონტროლი იქაც ვერ გააკონტროლა იქით მოატრიალა ზუკამ და რომ გამოვიდა უკვე დისტანციაზე ლუკა უკვე იგრძნო ეთქობა რომ მის ჭიდაობაშიც დიდი საფრთხე არ იყო ზუკას ვიდა აი უკვე ჩართო კიკები ჯერ მარცხენა ბოდი კიკით ტანში მოუსინჯა და შემდეგ ეგრევე spinning back kick-ი ტრიალში პირდაპირ ღვიძლში და ჩაკეცა მომენტალურად, ნუ რა შემდეგ ground and pound-ი იმისთვის რომ ფორმალობისთვის რომ საჭს რეფერის კონდეს საფუძველი რომ გააჩინოს ბრძოლა
და ეს ყველაფერი მოასწროს უკან 51 წამში. სასწაული პერფორმანსი დადო. მაგრამ ვინ იფიქრებდა ამ დროს რომ აი ხო ვფიქრობდით რომ ეს ულაპარაკოთ საუკეთესო ნოკაუტი იქნება ალბათო რა, მაგრამ ვინ იფიქრებდა რომ თუ მე რას ლაპარაკობ, ჯერ მთელი თავსატეხი გიწევს იქ რომელია საუკეთესო ნოკაუტი. შემდეგი ბრძოლა, აი ეს ბრძოლა უნდა გამოყოთ საბას ოზაშვილი მარცინ ზაიაცი, სხვათაშორის ძალიან ისეთი უტეხი ბიჭი იყო ეს ზაიაცი, აი რომ ბოლომდე რო არ ჩერდება, დოგ ფაითერიო რო იტყვიან, ძალიან კაი ბიჭია სხვათაშორის არ იფიქროს ვინმე რომ ახლა ეს რო წააგო ეგრე არა ძალიან სერიოზული ბიჭი ჩანს ეს მარტინ ზაიაცი, უნდა დავაგვირდეს სხვათაშორის მის ბრძოლებს კი მომავალშიც. საბამ დაიწყო ძალიან კარგად დისტანციიდან მუშაობდა, ნუ ვიცოდათ ბუნებრივია ცხადა წვდომში და სიმაღლეში ქონდა უპირატესობა, ამიტომ დისტანცია, მისი დისტანცია იყო ძალიან საჭირო დაეჭირა დისტანცია ძალიან კარგად უთყავდა ზაიაც, თუმცა ზაიაცი მაინც წინ მიდიოდა როგორც დოგ ფაითერებს ჩვევიათ და რაღაც ერთ მომენტში საბამ ჩავიდა ტანში და სიმართლე გამიკვირდა და თქვი კიდე ეს შეცდომა იყო მეთქი მაგრამ შეცდომა კი არ ყოფილა მე ბრძოლის მერე რო ესაუბრი საბას საბა მითხრა თუნდაც მოკლედ მოურტყია ზაიაც და გავბრუნდიო საბამ და ნუ უკვე გასაგებიათ ეს ბევრ ამას ასე ვთქვათ ნათელს პენს იმიტომ რომ შაშვის შემდეგ ტანში თითქოს რაღაც არაადეკვატურად უკანა გადაწვა მე საბა და ამან საერთოდ დაგვაბნია და ნუ ხა გასაგებია რატომაც ამ გაბრუება გამოიწვია ეს ნუ ზაიცმა შემდეგ სხვა ძალიან კარგად იმუშავა ზებოდან ზურგიც აიღო კარგა ხადი ქონდა ზურგი მაგრამ აქ კიდე უნდა შევაქოთ საბაც იმიტომ რომ ძალიან მშვიდად პანიკის გარეშე სწორად იცავდა თავს უბრალოდ კისერს და ის კი არა რაუნდის ბოლოს შემოუტრიალდა ზემოდან აღმოჩნდა თვითონ და პოზიტიურად დაასვა რაუნდი იქ რამდენიმე იდაყვიც გაუტარა დაზიანებაც სცადა და შეიძლება ამ კამბეკით ის რაუნდი ვერ წაართვა საბოლოოდ ზაიაც მაგრამ რაც თორე ფსიქოლოგია უკეთესად გავიდა საბა კუთხეში პირველი რაუნდის შემდეგ იმიტომ რომ იგრძნო რომ ეს ბრძოლა უკვე მისი უნდა იყოს და შეუძლია ყველაფერი სადაც ის გადარჩა ეს ყველაფერი შეუძლია ნუ მეორე რაუნდი დაიწყო ისევე პრინციპში როგორც პირველი დისტანციიდან ძალიან კარგად ზუსტი დარტყმებით ზაიაც ვერ შევიდა ვერ ჩახურა დისტანცია შემდეგ დაიწყო ზაიაცმა ლოუ-კიკები და ერთ-ერთ ლოუ-კიკს ძალიან კარგი ჩეკი დაუხვედა საბამ და იქ ამ ლოუ-კიკმა თავად ზაიაც დაუზიანა ფეხი და შემდეგ აქაც იყო ეს თქვი ფორმალური დარტყმები იმისთვის რომ საჯის გაეჩერებინა თუმცა საჯის ჩარევას არ დაელოდა სხვა შორის საბა როგორც კი დათაფა მარცინ ზაიაცმა მაშინვე შემოტრიალდა და დაიწყო აღნიშნა ხო ამ ეპიზოდს დაუბრუნდები იმიტომ რომ ძალიან უცნაური კომენტარები შემხვდა ნუ ბოლოს ვიდეოს ბოლოს ამ ეპიზოდზე უფრო გავამახვილებ ყურადღებას ამის შემდეგ იყო ბოლო ბრძოლა პრელიმ კარდის ჯანსუ გოგიამ იუდაშევი ჯალალედინ იუდაშევი დაამარცხა ნუ აი ეს იყო მასტერ კლასი შეიძლება რა თქმა უნდა ყველას ფინიშები ურჩევნია მაგრამ აი ესეთი გრეპლინგის მოყვარულებს მე მგონი დიდი სიამოვნება მიიღეს ამ ბრძოლისგან იმიტომ რომ ძალიან ესეთი მასტერ კლასი ჩაუტარა ჯანსუ გოგიამ გრეპლინგის პირველ რიგში მასტერ კლასი სადაც აი ყველანაირად აბზრიალა როგორც უნდა თუმცა უნდა შევაქოთ იუდაშევი ძალიან უტეხი ბიჭი იყო და ვერ აიძულა დანებება ჯანსურმა ანუ საბოლოოდ მაინც იცავდა თავს სამშენებიდან თუმცა ჯანსური ძალიან ლამაზად მოქმედებდა იქ სხვა შორის ძალიან საინტერესო ქალფლაისერი სადაც ძალიან გამიკვირდა ეგეთი ქალფლაისერი წარმოველოდი და ნუ არ გამოვიდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მე დიდი სიამოვნები მივიღე ჯანსურ გოგიას ბრძოლისგან ასე დასრულდა პრელიმ კარდი და მთავარი კარდი დაიწყო ჩვენთვის ძალიან მძიმედ იმიტომ რომ ჯუბა ბერიძე მე-12 წამზე გათიშა უკრაინელმა იაროსლავ ჩოკობოკმა ფრიდავი მუხლის ასე ვთქვათ კონცეფციის დარტყმით შეხვეწე და ახვედრა მუხლი ძალიან უზუსტესად სხვათა შორის და ძალიან მძიმე წუთები გადავიტანეთ იქ ჯუბა ბერიძე ეგრევე გაითიშა მომენტალურად ჰაერშივე როგორც კი მოხდა მუშტი და კარგახანი ასულიერებდნენ და ნუ გარკვეულწილად უნდა ვთქვათ რომ იაროსლავ ჩოკობოკს გაუმართლა კიდეც ეს არ ნიშნავს არ ვაგნინებ მას წინვალეთში ასულა მაგრამ შესრულების გარდა ამ ასეთ შესრულებას ასეთ შედეგს მაინც ცოტა გამართლებაც უნდა ზოგადად თუმცა აი პირველ რიგში ჯუბა ბერიძეს უსურვებ ბალე გამოჯაფრთელებას და გული არ გაიტეხოს ასეთია ეს ხდება ნუ ამ სპორტში ეს რაღაცები ხდება მე დარწმუნებული ვარ იქ რო ვერ მოერტყა ასე თუნდაც მოერტყა მაგრამ აი ასე ზუსტად იმ წერტილში ესე არ გაითიშა მე ვფიქრობ რომ ამ ბრძოლას ჯუბა ბერიძე მოიგებდა აუცილებლად გვიან რაუნდებში საბმიშენთან გრაუნდ ენდ ფაუდით მიწაზე ან სულაც გადაწყვეტილებით ათრევდა ჩოკობოკს მე ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა კიდევ ერთხელ ვულოცა უკრაინელს ფანტასტიკური ნოკაუტი შეასრულა, თან
მიაქცია პრობლემა მე-12 წამზეა შესრულებული ნოკაუტი ესეც ნახეთ ძალიან სწრაფი ნოკაუტი მე ორგანიზაციები არის ასეთი სწრაფი ნოკაუტები საერთოდ არ აქვს ისტორიაში და პირველივე მე-12 წამზე ასეთი ნოკაუტი წარმოუდგენელი რამ ხო ამან რა თქმა უნდა გული დაგწყვიტა ჯუბას გამო თორემ თვითონ დეიტრაული თვალით ფანტასტიკური ჰაილაიტი იყო შემდეგი ბრძოლა იყო გიორგი ფოლადიშვილსა და ერასილ ტანიბერგენოვს შორის ორი დაუმარცხებელი მებრძოლი ხდებოდა ერთმანეთს და სხვათა შორის აი გასაკვირად მარტივად დაძლია ფოლადამ მეტოქე არა ის ძალიან სხვათვის კარგი ბიჭია ის ვისაც მოუგო ფოლადამ მაგრამ აი აქ ძალიან მაღალი კლასი აჩვენა ფოლადიშვილმა ყველა ბრძოლა აქაც სხვათა შორის იმ ბრძოლის არ იყოს ზუკას ბრძოლის არ იყოს ძალიან მალე დასრულდა წუთსა და 41 წამი გაგრძელდა სულ ბრძოლა და აი ფოლადამ მოახერხა ყველაფერი გვაჩვენა ფაქტიურად რაც გვიყვარს MMA-ში გვიყვარს რა რაც მისი უნარებიდან რა პირველ რიგში სხვაჯერ აქაც თავიდანვე ჭიდაობა დაუწყო ერასილმა წინვალე ბალანსის სასწაული ტექნიკ დიფენსი კარგახალი სინგლ ლეგი ჰქონდა აღებული და ცალფეხზე იყო ფოლადა მაგრამ ვერანაირ აქცია მიწაზე ჩაყვანა რომ მიწაზე წავიდა საქმე პირიქით ფოლადამ ჩაატრიალა და ყველანაირად აჯობა რომ ფეხზე აღარ ვლაპარაკობ უკვე მიწაზე გრეპლინგშიც და საბოლოო ჯამში სრული დომინაცია აჩვენა ქართველმა მებრძოლმა და ეს ბრძოლაც იყო აი ძალიან ლამაზი ბრძოლა. მარტო ნოკაუტები შეიძლება იყოს, მაგრამ მე როგორ სრულდება ეს ნოკაუტები ეს კიდე ცალკე თემა. წყინვალე იყო გიორგი ფოლადიშვილი. ამის შემდეგ ნიკოლოზ აბრამიშვილი, ჩემი ვიტყოდი ფავორიტი თქო, იმიტომ რომ ნიკოლოზ აბრამიშვილი მე პირველად შევამჩნიე 4 წლის წინ. 18 წლის იყო სხვათა შორის და ამბის დიდი მომავალი აქვს თუ ამბობდი და შემდეგ სულ ვეძებდი მის კარიერას შოურიდან ასე ვთქვათ. არ ვიცნობდი პირად შოურიდან ადამიანის თვალს და ცოტა ვაერია კარიერა ძალიან გული მწყდებოდა სიმართლე რო გითხრათ აქაც სხვა ჩვენი წაგებების სერიით იყო მოსული თან მეტოქე ყავდა ნიკოლოზ აბრამიშვილს აი ჩემი აზრით ყველაზე რთული მეტოქე ქართველებიდან ყავდა სწორედ მას მე საერთოდ გამოგიწევდა ვთქვი რომ ანდერდოგი იყო ნიკოლოზი ფავორიტად ვთქვი ფინალს იმიტომ რომ ფინალში ერთი ბევრად უფრო გამოცდილი იყო ბევრად უფრო სერიოზულ ორგანიზაციებში ჰქონდა გამოცდილი რეკორდიც ბევრად უკეთესი ჰქონდა 11-2-ზე ჰქონდა ჰენრი ლინდულას რეკორდი თან იყო სპეციფიური გრეპლერი რომელიც მიწაზე ლამის ყველას იჭერდა ლამის ვინც მაქამდე ყოლია და რა თქმა იყო ლამის მე ვფიქრობ 2 წონი დიდია რეალურად 2 წონი დიდია ეხლა სად გამოვა ის სადა რომელ დივიზიონში გადაწყვეტს გამოსვლას ლინდულა და რომელში ნიკოლოზ აბრამიშვილის მაგ საქმეა ხას მაიცის მაგრამ ობიექტურად ჩემი აზრით 2 წონით მაღალ დივიზიონში უნდა იყოს ლინდულა. ან პირიქით ვიტყვი ნიკოლოზი უნდა იყოს ლინდულაზე 2 წონით დაბალ დივიზიონში. არა და 1 წონაში იბრძოლეს, ხო? და აქაც პირველივე რაუნდში მართალია რაუნდის მთელი რაუნდი დაჭირდა, მაგრამ ყველაფერში აჯობენ, დგომში ვაჯობებდა ისეც ვიცოდით, მაგრამ მიწაზე ჭიდაობაში პირველ რიგში, ჭიდაობაში აი ტოლი არ დაუდო, ხა ჭიდაობაში ქართველების გენში აქვს ამაში ეჭვარება, მაგრამ ჭიდაობაში დიდი მნიშვნელობა გაბარიტებს და წონას, ხო და ბევრად დიდი იყო ლინდულა და ეს მაშინებდა რო არ მოგატყუა. მაგრამ მიწაზეც დაჭაგრა მასტერ კლასი, კიდევ ერთი მასტერ კლასი ყველა კომპონენტში ჩაუტარა ნიკოლოზ აბრამიშვილს ძალიან გამოცდილ და ძლიერ მეტოქეს. და ფაქტიურად თავარი ბრძოლა დავით ლორთქიფანიძე, ლეანდრო ბარბოსა ძალიან გამოცდილი ბრაზილიელი 20-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა აქვს კარიერაში ჰქონდა ბრძოლამდეც კარიერაში ლეანდრო ბარბოსას და ბრაზილიაში 20-ზე მეტი ბრძოლა არის ხალხურ სასწაული გამოცდილება. ბრაზილია არის MMA-ის აკვანი და იქ არ არის აი ხელწამოსაკრავი ორგანიზაციები ფაქტიურად არ არის. და ნუ რადომ 25 წამში აქაც ჯერ წნეხი წინსვლა წნეხელებით მუშაობა, შემდეგ წნეხი, შემდეგ ჩასვლა, ძალიან ისეთი ბრუტალური ჩასვლა. ძალიან ძალისმიერი ტეიქდაუნი, ground and pound და მუხლი, კლინჩი, ნუ ყველაფერი მოა 25 წამში ხე ჩამოთვლას ვერ მოასწრებ ამისას. დავითმა ამის შესრულება, ნახეთ ამ ბრუტალურად, ეგრევე გაითიშა სხვათა შორის ლეანდრო ბარბოსა, ნუ სასწაულები ხდებოდა მართლა ამივენზე. და ამის შემდეგ მართლა აი ტორტის თავზეო ის რა ქვია ალუბალიო თუ ამბობენ აი ეს ისტორია ლამაზი ისტორია მერაბ შარიქაძის რომელიც აი წინვალე გამარჯვებით დასრულდა თუმცა ძალიან შეგვეშინდა ერთ მომენტში როდესაც მეტოკემ კორტნიმ პატრიკ კორტნიმ
კონტენი ბოდიში არბარზე დაიჭირა მეთქი რაც უნდა თავდება არა და რა კარგი დღე იყო და ყოჩახკება და ქება ბუკას გამოძრა იმ არბარიდან და ნუ მე უკვე ცხადი იყო რომ იქ სხვა მხრივ ჯანში საჭირო ძალიან დიდი ოპერაცია გქონდა ბუკას და ჯანის ხარჯზე და გულის ხარჯზე მე ვიტყოდი აი ეს სულის და გულის ხარჯზე უკვე ვიცოდი რომ ეკოტნის იქიდან რომ გამოვიდა იმ არბარიდან უკვე ადრე თქვენ დააფინიშებდა. მოკლედ, სასწაული ქარდი ვნახეთ, ხოდა კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რაც უნდა აღნიშნო. კი, ყველაფერი კარგი იყო, ის ორგანიზება, რაღაცა, ტრანსლაცია, ყველაფერი მებრძოლები ფანტასტიკური, სხვა შორის დიდი მადლობა ყველა მებრძოლ ბაჩურის წაგებულებსაც, აი აბსოლუტურად არ შეგვიძლია ჩვენები ისინი, იმიტომ რომ ისინი შოუს მონაწილეები იყვნენ და მოკლედ ეს მათ გარეშე არ ყოფილა ეს შოუ და ყველა მებრძოლს კიდევ ერთხელ ვამბობ დიდი მადლობა და დიდი მადლობა კიდევ მაყურებელს. არ დაგიმალავთ მე ცოტა მეშინო და მაყურებლის საკუთხით იცით მაინც პირველად ხდება ასეთი ღონისძიება საქართველოში ემოციური ხალხი ვართ იქ ვიღაცას მოხდა რაღაცა და რაღაცაც ზედმეტი და ცუდი არ მოხდეს თქო და ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად მაყურებლის მხრიდანაც მე ვიტყოდი რომ აი როგორც ძალიან განვითარებულ საზოგადოებას ცივილიზებულ საზოგადოებას ეკადრება ზუსტად ისე ქება და ქება ყველას ძალიან დიდი მადლობა. აი ეს იყო პრინციპში რაც უნდა მეთქვა უშუალოდ ბრძოლებზე, თუმცა მინდა მაინც გარკვეულწილად ცოტა ნეგატიურ გამოხმაურებსაც შევეხო და ამ ვიდეოს მეორე ნაწილი მინდა დავუთმო ცოტა ნეგატივს. მე მინდა აი მართლა ისეთ ნეგატიურ გამოხმაურებებს შევეხო, რომელმაც ცოტა გამაკვირვა. ნუ ზოგ შემთხვევაში გამაკვირვა, ზოგ შემთხვევაში არა. ნუ პირველი ბოდი შევეხოთ საჯობას, რომელიც ნუ აქ არაფერმა გამაკვირვა, კი, მართლა იყო პატარა შეცდომები, გადახვევები, მე ვიტყოდი საჯობაში ორ ბრძოლაზე, მხოლოდ და მხოლოდ სხვათა შორის. ერთი იყო ფოლადიშვილის ბრძოლა, როდესაც გააჩერა რეფერიმ, კი ბატონო, შეიძლებოდა იქ ცოტა მოცდაც, თუმცა მთლიანობაში ამ თუ დავარქმევთ შეცდომას არ შეუძლია იქ თავდებოდა ის ბრძოლა ცოტაც 1-2-3 წამი და იგივე მოხდებოდა მაინც. ნუ კარგი იყო რომ ესე მოეცადა, იმიტომ რომ სალაპარაკო აღარ იქნებოდა თორემ მეტი იქ დიდად არაფერი არ შეუცვლია იმ ცოტა შესაძლოა ნაადრევ გაჩერებას საჯისგან. და მეორე საჯობას რაც შეეხება უკვე ბოლო ბრძოლაში, ნუ აქ მე ვფიქრობ რომ ცოტა უფრო უხეში შეცდომება დაშვებული იმ მხრივ რომ ჯერ ერთი საფრთხე შეცდომები უბრალოდ ეს ალბათ ფსიქოლოგიური მომენტი იყო, აი პირველ ბრძოლაში რომ ცოტა თვითონაც შეიძლება ანუ ვინმე მოსაყვედურა ან თვითონაც მიხდა რომ ცოტა ადრე გააჩერა და ამ მეორე ბრძოლაში თავი დაიზღვია და ცოტა ზედმეტი მოუვიდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც უნდა ვთქვათ, რომ საბოლოო ჯამში არაფერი არ შეცვალა რა შეცდომამ. ახლა შეცდომაზე მაშინ ხის ლაპარაკი, როცა ეს შეცდომა რაღაცას ცვლის და ანუ სამართლობა გამოიწვია რაღაცა. აქ არაფერი არ შეუცვლია, ნუ კარგი რა, გასაგებია რომ პირველი რაუნდის მაგივრად მეორე რაუნდში დააფინიშა. ბუკამ კონტენი, ნუ არაფერი იქნებოდა პირველ რაუნდში დააფინიშება და მე მეტი არაფერი. ასე რომ დიდათ ამაზე გამახვილება არ ღირს ყურადღების, მით უმეტეს რომ ახლა გაიხსენეთ რა ვინც უყურებთ UFC-ს, ვინც უყურებთ ან ბელატორი იყო, PFL იყო ნებისმიერ ივენტს, ნუ ასეთი და კიდევ უარესი შეცდომები საჯობისა იმათაც მოხდა ჰერდინებს და მარკ სმიტებს და იმებს მოსდით, ჯეისონ ჰერცოგებს და ყველას მოსდით და ხა ასეთი პატარა იმაზე მე მგონი არ ღირს გამახვილება ყურადღების, ასე რომ მთლიანობაში მე ვიტყოდი რომ საჯობაზე, აი ცუდი საჯობა იყო არ ითქმის რა. მერწმუნეთ, აი თუ ნახავთ სხვა ივენტებს, ნახავთ, მიხვდებით ცუდი საჯობა, რეალურად ცუდი საჯობა რა არის. ხო, ეს ისე, ახლა ცოტა ისე სერიოზულ, ასე ვთქვათ, სერიოზულ საყვედურებ მინდა უთხრა ხალხს, ვინც შემდეგ თემებზე ვისაუბრებ, ვინც ამებზე გამახვილა ყურადღება. მოკლედ, ერთი წინასწარ ვიტყვი რომ ჩემი თხოვნა იქნება ყველას, მათ არ იფიქროთ რომ იმეს ან ეჭუბებიან რაღაცა, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება რომ იმ თემაში სადაც ნაკლებად ხართ ჩახედული ან მით უმეტეს თუ საერთოდ ხართ ჩახედული, მაინდა-მაინც აზრების მოფრქვევისგან თავი შეიკავეთ რა. მე მესმის, მე არ ვამბობ რომ ადამიანმა უნდა თავისი აზრი გამოთქვათ მხოლოდ იმაზე რაც ძალიან კარგად იცის. არ არის საოცრად ხო, მაგრამ მეტნაკლებად უნდა გესმოდეს ხო რაზეც საუბრობ. მე მაგალითად კი ბევრი ისეთ თემაზე ვსაუბრობ, რასაც შეიძლება პროფესორი არა ვარ, გარდა ის სხვა თემებზე ვსაუბრობ, მაგრამ გაიგიათ რომ ელაპარაკოს მაგალითად კვანტურ ფიზიკაზე, ხო? არასოდეს არ აღვნიშნე. მელიორაციაზე. რაც გინდათ ის თქვი, გავჩუმათ ვარ. ხო? შეიძლება მქონდეს სადღაც შეხება, მაგრამ გავჩუმდები, ნუ არ ახლა აი უბრალოდ სასაცილო. მოდი პირველი.
ყველაზე სასაცილო რა იყო? აი ამაზე სასაცილო მე არ ხსენია. ჯუბა ბერიძის მარცხზე რამოდენიმე სერიოზულად დაწერა რომ ეს ბრძოლა გაიყიდაო რა კი უკრაინამ მოიგო, ანუ უკრაინელს მისცეს. ხახო, რა თქმა უნდა სპორტია და ნუ ზოგადად სპორტში რაღაც დონეზე ძალიან მცირე, რაც უფრო განვითარებულია სპორტი, მით უფრო მცირე, მაგრამ რაღაც დონით ამას თავს ვერ დაიწყო და შეიძლება რაღაც ჩაწყობი ბრძოლები იყოს. მაგრამ ჯეთი როგორც წესი ამ ბრძოლებში ფსონები ეს იმ ბრძოლებშია, სადაც ნუ რაღაცა ტოტალიზატორები ფსონებს დებენ. აქ შეგახსენეთ ტოტალიზატორის ფსონი არის. მეორე მინახავს სხვადასხვა მებრძოლები ჩაწყობილი. ჩაწყობილი რა, აი ძალით დაგებული ან რაღაცა. მაგრამ დამიჯერეთ ასე ხალხო ესეთი ბრძოლები ჩაწყობილი არ არის. ადამიანი პირდაპირ რეანიმაციაში წაიყვანეს, რა ჩაწყობაზე ლაპარაკობთ ხალხო, მაგრამ გამრიეთ. თუ ბრძოლის წაგება უნდა რა ისე ვერ წააგებდა, ცოტა ისე რომ თავის ჯანმრთელობისთვის ახლა საფრთხე არ მიეყენება. ჯანმრთელობის საფრთხე კი არა. თქვენ თვითონ მე სერიოზულად შემეშინდა მაგ მომენტში. აი მართლა შემეშინდა და ახლა არ ვამბობ რისი შემეშინდა, იმიტომ რომ აი მაგის თქმა უკვე მაშინებს. აი ეს ცოტა მე კი ლაპარაკობდი მომენტში, იმიტომ რომ კომენტატორები ყავდა უნდა მე ლაპარაკა, მაგრამ აი გულში რა ხდებოდა არ ვიცი, აი სერიოზულად შემეშინდა. რა ჩაწყობა ხალხო? ადამიანი რამდენი ხანი მოუნდენ ჯერ ადამიანის მოსულებს. ეს აი მე მგონი ცოტა აზრზე არ უნდა იყოს ადამიანი, ვინც ამ ბრძოლაზე იტყვის რომ ჩაწყობილი იყო. ეხლა მეორე როდის ნუ 1000-ით სიკიჟე შეიძლება არ არის და ეს უფრო ახსნადია იმ ხრივ რომ თუ არ გინახავს და პირველად უყურებ ამ სპორტს შეიძლება ეს შეცდომა მოგიდეს ასე რომ ეს მეორე თემა რაზეც ვისაუბრებ ნუ აქ უფრო უცოდინრობის ამბავია რომელიც არ არის დასაზრახე თუ პირველად უყურებ ამ სპორტს უნებრივია არ არის არაფერი სასიცხვილო იმისი რომ რაც არ გესმოდეს ხო ის პირველი რაც ჯუბამ ჩაწყობილი იყო ეს მართლა ეს უკვე სპორტის ცოდნა არ ცოდნაზე არის აქ ცოტა მე მგონი აზროვნების პრობლემაა იმიტომ რომ ხო სოზაშვილის ბრძოლაზე მინდოდა მესაუბრა სოზაშვილზე დაიწერა რომ რატო უტყავდა როცა ის უკვე ვეღარ იბრძოდაო ხო აქ მინდა გითხრათ ვის დიდი ხანია უყურებს MMA-ს იმისთვის ახალწლებს არ ვამბობ ვინც ახლა დაიწყურება მათთვის პოდკასტს გონდათ ვიზახი რომ ზოგადად MMA-ში არის ეს წესი ბრძოლას აჩერებს საჯი არ აქვს უფლება ამას თვითონ აფრთხილებს კიდევ წინასწარ ამ ბრძოლა დაიწყება რომ თავი უნდა იბრძოლო მანამ სანამ მე არ გეტყვის stop ან fight is over და საჯუში გაჩერებისას ხელით ეხება საჯი მებრძოლს ვალდებულია მებრძოლი იბრძოლოს მანამ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა რომ ასე დროზეადე თავად თვითნებურად გაჩერებულა მებრძოლი და აი იმ დაზიანებულ მებრძოლს გაუთიშია პირიქით და რაღაც და ამის გარდა ყოფილა შემთხვევები რომ მებრძოლებს მოუჩვენებიათ თავი რომ დაზიანებულები იყვნენ. მაგალითად დერიკ ლუისი ამას აკეთებს ხოლმე ძალიან ხშირად. ატყუებს მეტოქეს. ხა ამ შემთხვევაში გამძლეოდ არ იტყუებოდა ზაიაცი, მაგრამ ეს ზოგადად წესი მაგიტომ არის რომ ბოლომდე უნდა იბრძოლოს საჯი გააჩერებს როცა საჭირო. როდესაც თაფეხი დაიზიანა ზაიაცმა აბსოლუტურად სწორი და რაც და სოზამ წავიდა მასზე ამოდენიმე დარტყმა ეს საჯის დასანახად ხდება რომ საჯი აიძულა რომ გააჩეროს ბრძოლა. სხვა საჯის გაჩერებამდე დათაპა იქ ეთერში არ ვიცი გამოჩნდა თუ არა მაგრამ მე საიდანაც უყურებდი ბრძოლას უშუალოდ ოქტაგონის კიდიდან გამოჩნდა რომ კანვასზე ანუ იატაკზე იმის რა ქვია ოქტაგონის იატაკზე დათაპა სამჯერ დაარტყა ზაიაცმა და ეგრევე შეჩერდა არ დაელოდა საჯს სხვადასხვა სოზაშვილი და ეგრევე შეჩერდა და მოუბრუნდა და მე მინდა სოზას ამის გამო საყვედური უთხრა იმიტომ რომ არ უნდა გაჩერებულიყო ადრე მოუბრუნდა კიდე ანუ იმის გამო სოზას უნდა გაიგზელები და აი საჯი რო გააჩერებდა იმიტომ რომ ეგეთი შემთხვევები ყოფილა რომ დაუთაფავს მეტოქეს თვითონ მებრძოლი გაჩერებულა საჯს ვერ დაუნახავს თაფი და შემდეგ იმ მებრძოლს გაუძლებია ბრძოლა და იქით კონჩეტებაზე გადასვლა ასე რომ პირიქით სოზა განა ზედმეტი იმუშავა პირიქით დააკო ჩემი აზრით იქ ცოტა მეტი უნდა იმუშავა განა ზიანის გამო მეტოქის გამო იმის გამო რომ საჯს დაავადებდა საჯს უნდა გაიჩერებინა ბრძოლა და შემდეგ უნდა დაეწყო აღნიშნა სოზას და კიდევ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღებას სხვადასხვა ზაბა სოზაშვილის დარტყმებს თუ შეხედავთ აი მომენტში როცა დაზიანებულს უტყავს არც ერთი ძლიერი და აქცენტურებული დარტყმა თავში არ გაუტარებია მაშინ ზაბას ყველა დარტყმა თითქმის ყველა დარტყმა მან გაუტარა ძლიერი დარტყმებს ყოველთვის ყველა გაუტარა ტანში ეს უბრალოდ იმიტომ აკეთებდა საბა რომ ეს მეტოქეს გარკვეულწილად გაუფრთხილდა და უბრალოდ საჯისთვის სავალდებულო იყო ეს ისე საჯი არ გააჩერებდა ეხლა უბრალოდ ის უკან იხევს და მტკივილს აჩვენებს მისი ბოდი ლენგვიჯი ეს არ არის MMA-ში ხალხო ეს
ნახეთ, ნელ-ნელა თუ დაიწყებთ ამის ყურებას, ვიხდებით, რომ ეს არც არ ნიშნავს. გაიხსენეთ რომან დოლიძის და იმის ბრძოლა, რა ქვია, ფილ ჰოუსის, როცა ფეხი მოტეხა რომამ და ჰოუსმა გააგზელა ბრძოლა და საერთოდ არაფერი არ გაუჩერებია. თვითონ რომა ეუბნებოდა რატო არ აჩერებოდა, აგზელებს ბრძოლას. იცოდა ძალიან კარგი საჭმარო ტყიოდა იმას, მაგრამ სად თუ ბრძოლი აჩერებს, ის და შეუდა არაფერი ჯერჯერობით ახალი ზიანი არ მიდის მასზე, უნდა გაგზელოს. მოკლედ, ეს წესებია და სოზა მოიქცა ისე, როგორც წესები ითხოვენ, ის კი არა ცოტა დააკლოთ ხო მერწმუნეთ მართლაცია და მე სოზას ურჩევ რომ სხვა დროს სანამ საჭი არ იტყვის ასე ვთქვათ არ ჩაერევა მანამ არ გაჩერდეს და ბოლო რომელიც ძალიან გამიკვირდა საერთოდ ეს რო გაჩნდა გამიკვირდა პრინციპი არ არის გასაკვირი იმიტომ რომ შედეგიდან გამომდინარე შეიძლება ეგეთი აზრი გაგიჩნდეს რომ მართლა ეს სუსტი მეტოქეები ჩამოიყვანეს მაგრამ ხალხო ჯერჯერობით შედეგებიდან არ ვიცით ხო თუ საერთოდ როგორ არის MMA-ში ხდება ესე რა ძალიან ორი ძლიერი მებრძოლი ხდება ერთმანეთს და შეიძლება ძალიან შეატად ერთი ძალიან სწრაფად უგებს მეორეს ჟოზე ალდოს ძალიან მალე მოუგო იმან კონორ მაკგრეგორმა მაგრამ რა ჟოზე ალდო არ ვარგა მეორე დრო შეახვედრო შეიძლება შეეხვედრებინა შეიძლება ჟოზე ალდოს მოიგო კონორისთვის ასევე სწრაფად ანუ ეს ესე არ მუშაობს მოდი გავიაროთ კარდები ამიტომ კარდი როგორია დაბალანსებულია თუ არა ეს უნდა შეაფასო ბრძოლებამდე და რითი მათი რეზუმეებით მებრძოლების მე სიმართლეს გეტყვით მე ვისაუბრე ახლა მის ჩართულები ვიყავ თამაში და ძალიან არ გვინდოდა რომ და არ გვინდოდა და ამას იმიტომ ამბობ რომ იყო ამის ალბათ ვფიქრობდით რომ იყო ამის ალბათ მაგრამ მაგალითად ჩვენებს უფრო ნაკლებიც მოეგოთ აი 9-დან დავუშვათ 4 მოეგოთ ჩვენებს ან ნაკლები და მეტი მოეგოთ უცხოელებს და ცოტა ეს მაყურებლის ასე ვთქვათ მაყურებელს ასე თუ ისე ნეგატივს დაუტოვებდა და რა თქმა უნდა ორგანიზაციისთვის არ იყო. და ამის ცოტა გვეშინოდა. აი ყველაზე კარგ ვარიანტს ვფიქრობთ აი 5-მა ჩვენმა მოიგო 4-მა. იმათმა იქნება კარგი თქო. ასე დომინაციას ჩვენ არ ველოდეთ რა. მე ვახსენე აბრამიშვილის და იმის ლინტულას ბრძოლა, სადაც პირადად მეკეთეთ მიუხედავად რომ ჩვენ ფავორიტი იყო აბრამიშვილი ზოგადად, აი, იმიტომ რომ ამ ყველა მებრძოლიდან ახალ ყველას ვიცნობ, საბას кайხანია ვიცნობ, მაგრამ მაშინ საბასაც არ ვიცნობდი, როდესაც აბრამიშვილი ვნახე. და დიდი ხანია აბრამიშვილი და აი გულშემატკივრობ ამის შორიდან ძალიან დიდი ხანია. მიუხედავად ამისა, ლინტულასთან საერთოდ ანდერდოგი მეკოდა. ლინტულას ვთვლიდი ფავორიტად. რაზე რატომ უკვე ვისაუბრე ამაზე, რომ მისი უნარების გამო, მისი გამოცდილების გამო, რო შეხედოთ ხალხო, ჰენრი ლინტულას რეკორდი ჰქონდა ამ ბრძოლამდე 11 მოგება და 2 მარცხი. ნიკოლოზ აბრამიშვილის რეკორდი ჰქონდა 5 მოგება და 3 მარცხი. ატყობთ განსხვავებას. ახლა მეორე კიდევ. როდესაც საუბრობთ ჩვენ რეკორდებზე, უნდა გამოვახვილოთ ყურება სად აქვს ეს რეკორდები დაგროვილი მებრძოლს. რო შეადაროთ ის ორგანიზაციები, სადაც იბრძოდა ლინტულა, აი ბევრად მაღალი დონის ორგანიზაციებია, ვიდრე აი ეს 5-3 რეკორდი აქვს დაგროვებული ნიკოლოზ აბრამიშვილს. ლინტულას წარმოიდგინეთ თქვენ, ერთი ბრძოლა ჩატარებული აქვს Cage Warriors-ში, ბრძოლა ჩატარებული აქვს Brave-ში. ეს ორი ამ მარტო ამ ორგანიზაციასთან ახლოსაც ვერ მოვა ის ორგანიზაციები, სადაც იბრძოდა აქამდე აბრამიშვილი. ამას გარდა დანარჩენი ბრძოლების ლინტულას აქვს ჩატარებული ფაქტიურად აი სკანდინავიურების სივრცეში, ასე MMA სივრცეში, სადაც ძალიან არეულია ყველაფერი. ამ სივრცეში იზრდებოდნენ ისეთი მებრძოლები, რომლებიც გამოვიდნენ საბოლოო ჯამში ალექსანდრ გუსტავსონი და ხამზა ჩიმაევი შესაძლოა. მან მაგ სივრცეში გაიზარდა, ეს ძალიან არეულია იცით რომ ღია საზღვრები და ერთმანეთში გადიან სპარინგები, ბრძოლები, შეჯიბრებებია ძალიან ბევრი. აი აქ დააგროვა იმ ბიჭმა 11-2-ზე და რანაირად ლაპარაკობთ რომ გასაგებია და ძალიან კარგი რომ ჩვენებას გადაუარეს. ესე იგი აღმოჩნდა რომ ჩვენები იმაზე უფრო ძლიერები არიან ვიდრე აქვს დაუჩათ იგივე რეზუმეები და ეს გვიხაროდეს. და ის სუსტები კი არ ჩამოგვეყვნენ პირიქით ძალიან დაბალანსებული. მოდი სხვები ვნახოთ. ლეანდრო ბარბოსაზე მე მგონი ვისაუბრე. კი გასაგებია რომ დაუმარცხებელია დავით ლოტკიფაიძე, მაგრამ ლეანდრო ბარბოსას ბრაზილიაში აქვს 20-ზე მეტი ბრძოლა ჩატარებული ხალხო. 20-ზე მეტი ბრძოლა ბრაზილიაში ის ციტრასში და საფრთხე გამოცდილებაა. შემდეგ ფოლადაშვილი, კი ბატონო, ფოლადაშვილი კი დაუმარცხებელი იყო 3-0-ზე ქონდა რეკორდი. და მეტოქეს დაუმარცხებელი იყო და მეტოქეს ქონდა 4-0-ზე რეკორდი. და ეხლა შეადარეთ ორგანიზაციები. ერასილ ტანირბერგენოვი 4-0-ზე აქვს შუააზიურ ორგანიზაციაში Octagon Promotion, სადაც აი ძალიან დიდი კონკურენცია. აი ეს არის ძალიან სერიოზული ორგანიზაცია. სხვათა შორის აქ მარტო ყაზახები კი არ გამოდიან, მთელი შუა აზიის მებრძოლები. საიდანაც სხვა შორის მიდიან მე UFC-ში რომ მიდიან მე ის მებრძოლები, ვიც ყაზახი მებრძოლები და შუა აზიელი მებრძოლები რამდენია კი იცი. ძირითადად აქედან არიან გამოსულები ისინი. და აქ ასევე მონაწილეობენ მეზობელი ქვეყნებიდან ის ჩრდილოური მეზობელი ქვეყნებიდან ძალიან ბევრი და კონკურენტული მებრძოლები.
ასე რომ აქაც ფურცელზე ბრძოლამდე ნამდვილად არის ფავორიტი ფოლადიშვილი. ხო, რა ვიცი, გავაგრძელოთ დანარჩენი ჩოკობოკი ავიღოთ. 3-1-ზე ქონდა ჯუაბეძე, ჩოკობოკს ქონდა 8-5-ზე. შეხედეთ ახლა გამოცდილება. თან ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ ახლა, ხო? მარტივია იმის მიხედა, რომ ევროპაში იგივე უკრაინას ხსნილია გზა ევროპულ ორგანიზაციებში, ძალიან ბევრი სერიოზული ორგანიზაციაშია ნაბრძოლი იგივე ჩოკობოქს. ზუკა ივანიაძე, რამონ დრომი, ბრაზილიელი მებრძოლი შეახვედეს ზუკას, რომელიც ხალხო შეგახსენეთ, დებიუტი ქონდა ზუკას. ზუკა პირველად იბრძოლა MMA-ში. MMA-ში ზუკა საკამპე არ ბრძოლია. კიკბოქსერი იყო. ხო და რაც მოდი ვინმე ჩამოგვიყვანა UFC-ს მებრძოლები ვინმე ჩამოგვიყვანა? UFC მებრძოლები ჯერ არ ჩამოვიდნენ, ვერც ჩამოიყვანა მათ ჩელეთი და მე კიდე რატომ და ჩამოგვიყვანა რეზიუმეებით ძალიან პირიქით რეკორდები რო შეგედარებინა მართლა ყველას თავიზე უფრო გამოსილი და წესით თავიზე მინიმუმ არანაკლები მეტოქე იყო და ის რომ ჩვენებმა გადაუარეს, ეს უნდა გვიხაროს, ესე იგი აღმოჩნდა რომ ჩვენები უფრო მაღალი დონისები არიან ვიდრე ჩვენ გვეგონა და ვიდრე მათი ეს რეზიუმეები ამბობენ მათზე, ინფორმაციას იდევიან მათზე. ეს არის ძალიან კარგი. არ არიან ის მებრძოლები, ვისაც ჩვენებმა მოგვეს მეწმუნეთ სუსტი არც ერთი არა. ლინტულაზე არ შეიძლება თქვა რომ სუსტია. არ შეიძლება უბრალოდ. არ შეიძლება 20 ბრძოლა ჩატარებული, 20 ბრძოლიდან 12 მოგებული აქვს ლეანდრო ბარბოსას. როგორ არის სუსტი? კი ბატონო, მე არ მithქვავს პატრიკ კონტნიზე. კი ბატონო, კონტნი, სწორედ რომ ნახე, ძალიან იმედი მომეცა, იმიტომ რომ მეშინა და ბუკასი დებიუტი იყო ხა პირველი ბრძოლა ძალიან რთულია, როდესაც სხვა სპორტიდან მოდიხარ, ხო, ეს ზუკა მაინც იქიდან მოვიდა, კიკბოქსი მაინც კომბატ სპორტია და შარიქაძეს იქიდან მოდიოდა, მაგრამ რომ ნახე პატრიკ კონტნი, იმედი მომეცა, იმიტომ რომ მივხვდი რომ არ არის ხა ძალიან ძლიერი მებრძოლი პატრიკ კონტნი, მაგრამ აბა მერაბ შარიქაძისთვის ვინ მოგვიყვანა? გამოცდილი MMA-ის მებრძოლი? ას ორი თვეა რაც MMA-ში შემოიხედა საერთოდ და თან სხვადასხვა მართლა შემოიხედა კაცმა არც მერაბ შარიქაძე დარჩება MMA-ში თუ არა. სულაც შეიძლება ერთი ბრძოლა ჩაატარა სულ. ხო ეს მისი განსაკუთრებაა, მაგრამ მე პირდაპირ ჯერჯერობით ამ ეტაპზე მერაბ შარიქაძე სრულფასოვანი მებრძოლი არ არის ხალხო. არ არის ეს ბრძოლა მაცაშვილა და იქამდე ვიცოდი ვერ იქნებოდა ჯერ. როგორ შეიძლება 32 სასახში დაიწყე კრივზი არგიულია ადამიანს და დაიწყე რაგბიდან მოხვედი და ისო რაკში ჭუბობენ ხშირად ეს არის MMA ხალხო და MMA-ს და ამას კავშირი არა. ასე კუჩაში ჭუბობენ ვიღაცები. მოდი მოგიდოთ ხელი და წავიყვანოთ იმაში. შევაგდოთ. ხო არიან კუჩაში მოჭუბარი ბიჭები. მოგიდოთ ხელი და კუჩის ბიჭები და შევაგდოთ გალია. ხო ასე რომ არც უნდა ყოფილიყო ის ვინც ორი ბრძოლა მაინც ქონდა იმ კოდნის ჩატარებული MMA-ში და მასზე მერაბზე რა გამოცდილი იყო და თან აგერ გამოჩნდა რომ არბარის გაჭიმა შენიერად შეუძლია თურმე იმ კონტნის. ასე რომ მერაბისთვისაც იმის კვალობაზე თვითონ ატონეზია ეხლა ძალიან სერიოზული მეტოქი ხავდა. ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი ლოგიკურია, რასაც ვსაუბრობ, თქვენს მომწერეთ, თქვენი მოსაზრება, პრინციპში დღეს შეიძლება დაგღალეთ, თუმცა ძალიან ნაშიტირებული მაგ ისევ და აი ერთი სული მაქვს დავიწყეთ მომდენო რკენაზე მუშაობას. ამ ვიდეოში მეც არაფერს არ შევეხები, მომდენო ვიდეოს ჩავწერ უკვე უშუალოდ დამდეგ UFC-ს ივენტზე, რომელიც რა თქმა უნდა საინტერესოა და ასევე ცალკე ვიდეოს იმსახურებს ჩემი აზრით ის ნიუსები, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, მაგას ალბათ ცალკე ვიდეოს დათქმა მომიწევს, იმიტომ რომ მართლა საინტერესოა და საინტერესოა ამ თემაზე საუბარი. დღეს პრინციპში ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, უყურეთ MMA-ს და რა თქმა უნდა, იყავით ჩანზე.